კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გრძელდება. ამჯერად შეხვედრა გურიაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებული დიალოგის მთავარი მიზანი ახალგაზრდების იდეების, პროექტების და ხედვების გაზიარება და მათი მხარდაჭერაა. ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი ფორმატის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოიცავს, ეს ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. მე პირადად მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ დაიწყო ამ თემებზე საუბარი, დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი, მანამდეც აღნიშნე და მგონია რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციის. ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა, კარგი პასუხებიც იყო, კარგი შეკითხვებიც იყო და მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, ბევრი თემა ჩაიწერეს კიდევაც ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გულით და ღირსებით მოიკიდებიან თვითო გამოწვევას, თვითო პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან რომ გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს. და რა ვიცი, მე მართლა ძალიან მიხარია რომ ესეთი ფორმატი გაჩნდა. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად. მადლობა მინდა უთხრა თვითოეულ მათგანს აქ მობრძანებისთვის, აქტიურობისთვის, საკმაოდ საინტერესო თემებზე იყო საუბარი, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ადგილობრივ დონეზე არსებულ პრობლემებზე, იყო სკოლებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბარი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კითხვისთვის, საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოვიდა და მე ვფიქრობ ნაყოფიერი იქნება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება მხოლოდ, გაგრძელდება ეს ურთიერთობა და ერთად ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მოსმენა, რა თქმა უნდა, გაიმართა ჯანსაღი დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები დღეს რაც ახალგაზრდებსაც ვუხოთ, მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი და მინდა წარმატებული უსვათ თითოეულ მათგანს. ძალიან ბევრი რამე არის მათ სკოლგადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობით. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ამომწურავი იყო, ჩვენი მხრიდან რა კითხვებიც დაისვა, სწორედ იმ საჭიროებებს ეხმიანებოდა და გამოწვევებს, რაც ჩვენს რეგიონს ჭირდება. მქონდა საშუალება, რომ მიგვეღო სხვადასხვა კითხვაზე ამომწურავი პასუხები. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს, რომ ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე. ქვეყანაში არსებულ პოლარიზაცია და მისი გადაჭრის გზები, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები, განათლების რეფორმა, დასაქმება, ჯანდაცვა. ეს ის საკითხებია, რაზეც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ცოტნე ივანიშვილმა, როგორც მან აღნიშნა, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დაძლევის გამოსავალი არის ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. რადგან ამ დარბაზში ვხედავ ცოტნე ივანიშვილს, მინდა რომ პრეზიდენტ მას დაუსვა ჩემი შეკითხვა. იმედია ყველგან ხვდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ასე და ეს პოლარიზაციის დონე უფრო გამოხატული არის ახალგაზრდებში. ყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ძალიან გული მტკივა ამ ყველაფერზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ვხედავთ ვერცერთ დასჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან. მე მაინტერესებს როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გზებს და როგორ ფიქრობ ამ დაუჯერებლობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს თუ ესე უბრალოდ თქვენთვის ჩვეულებრივი და მისაღებია. მადლობა დიდი. მოგესალმებით ყველას. მადლობა მომწონებისთვის და რასაც პირადად მოგესალმები, მადლობა ესეთ საინტერესო შეკითხვისთვის. მიხარია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოგეცემა შანსი რომ ვისაუბროთ. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ვთქვა გული ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შენ შეკითხვას პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი ოდნავ ჩავშალოთ რა. ეხლა დავკეთდი, როდესაც ჩვენ საუბრობდი და მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და ალტერნატიული გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, იმ მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულებება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია.
თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით ახლა, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ესეთ ადამიანთან ჩემი აზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაძაბულიც არ იყოს, დასრულდეს თქვა კონცი რუსი, აკაცუკი, ნაცის სახელით ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად, ლოგიკური ჯაჭვის შემოღალიბების ნაცვლად. ჩემი აზრით არასოდი არის, რომ ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს საკითხული, ხო თქვა. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენც კი მოგვეცა ეს იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი და მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, მსგავსი ტიპის საუბარი ჩატარდება, ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. მადლობა დიდი. ხომარი გეგმება საჯარო სამსახურებში და საქმების მხრივ რაიმე რეფორმირება. ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური გარემოს მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების თითოეული რეფორმა სწორედ იმას ემსახურება, რომ მშვიდობიან საქართველოში, სადაც ეკონომიკა ვითარდება, წინ მიდის და საინვესტიციო გარემოც უმჯობესდება, გავაგრძელოთ ახალგაზრდებმა ცხოვრება და შესაბამისად დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებსაც ქმნის ეს უკეთესი საინვესტიციო გარემო. სოფიო საჭმელში მცხოვრები ბავშვების სურვილი არის სკოლა. მინდა რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოთ. გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ქონდა შესაძლებლობა განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის, პირადად მინისტრის მოადგილეს, რომელიც თუმრად იყო ჩოხატაურში და დღეს უკვე შერჩეული პრიორიტეტების პირველ ხუთეულში არის საჭამიესერის სკოლა, ამიტომ ჩვენ ძალიან მალე ამ სკოლის მშენებლობას შევუდგებით და მეცუნეთ, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო სკოლა საჭამიესერისთვის. მე მაინტერესებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. ხედავთ, რომ ყველა ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირში შედის, საქართველოს აკრიტიკებს. სოციალურ მედიაში არის დიდად გამოხატული. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მარტო ერთ წყაროსგან მოწოდებული ინფორმაციით. ყოველთვის ჯობია გადავამოწმოთ უფრო სიღრმისეულად ჩავიხედოთ ნებისმიერ თემაში, რატო არის წამოწეული პირველ პლანზე ეს საკითხი და თქვათ, რატო არის ყოველდღიურად ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ინტერესები აქვთ მათ თავიანთი, ინტერესები აქვთ იმის, რომ ზეგავლენა ქონდეთ ჩვენზე, ადვილად სამართავი იყო და რა თქმა უნდა გაატარონ თავიანთი ის მიზნები, რაც უნდათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენი როლი ამ ყველაფერში იქნება უდიდესი. თუ როგორ შეხედავთ, როგორ გაიგებთ, როგორ სწორ-ანალიზს გააკეთებთ, იმიტომ რომ კიდე როგორც წეგანა უნიშნე მომავალი ახალგაზრდების არის და ეს ქვეყანა დღეს იქნება თუ ხვალ იქნება ახალგაზრდებმა უნდა გადაიბაროთ და თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა გააგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ზედაპირულად არასოდეს არ უნდა შევხედოთ ესეთ საკითხებს. ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს თურქეთში სკოლაში მომხდარი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა, როგორც რეგიონის და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზე და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სოციალურ ქსელში პოსტით გამოიხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაური.
მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე სამხრეთ კავკასია რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიპლომატიის როლზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა დიალოგის გზით ხელი შეუწყოს მშვიდობას რეგიონში. ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა იმ მსხვილ პროექტებზეც, რომლებიც ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს. საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე არსებობს. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო. რამდენიმე იმპერია გაქრა, მაგრამ საქართველო კვლავ არსებობს. ამიტომ გვწამს დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას. ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობოში თანხმება გააფორმეს და ახლა სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაძლიერებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას. ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3% იყო. ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით მოწინავე ადგილზე ვართ, ასევე ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა. განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაც მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა, დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას და მეზობელ ქვეყანებთან საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქვეყნის მეთაურის მონაწილეობა მაღალი რანგის დიპლომატიურ ფორუმში შესაძლებლობას იძლევა საქართველომ ნათლად წარმოაჩინოს საკუთარი როლი რეგიონის მშვიდობის განმტკიცებისთვის. ჩვენი რეგიონი, რომელიც გამოირჩეოდა კონფლიქტებით, სამაგალითო არის დღეს არა მხოლოდ მშვიდობის მოყვარეობით, არამედ იმით, რომ ინარჩუნებს მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებას საკუთარი ხალხებისთვის. და ამაში განსაკუთრებული დამსახურება არის რეგიონის ყველა ქვეყნის. ჩვენ ხედავთ, რას ნიშნავს ლიდერობა ჩვენი რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელების მაგალითზე, იქნება ეს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. აი სწორედ ეს არის ლიდერობა, როდესაც შენ მოქმედებ შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო რეგიონის მშვიდობის კუნძულია და მედიატორი ქვეყანა, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ახერხებს თავისი ეროვნული ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გონივრული ჭკვიანური პოლიტიკით შეინარჩუნოს შესანიშნავი ურთიერთობა თავის სამეზობლოსთან კავკასიის რეგიონში და ამავდროულად თვალისჩინივით მოუფრთხილდეს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ვიზიტი თურქეთში. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას თავის როლს გლობალურად და რეგიონში მშვიდობის გამტკიცების სფეროში. ეს არის ასევე კარგი საშუალება, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში მოხდეს საუბრები
საქართველოს შესახებ, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ოპოზიციისთვის გაწერილი მორიგი რევოლუციური სცენარი ქართული ოცნება ჩეხი აქტივისტისა და ოპოზიციის ინსტრუქტორის იგორ ბლაჟევიჩის როლს სუვერენიტეტის შელახვასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში ხედავს, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. დესტრუქციული გეგმის შესახებ ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ეს კარგად ნაცნობი სქემაა, რომლითაც გარეძალები ქვეყანაში საკუთარი გავლენების გაფართოებას ოპოზიციის და NGO სექტორის დახმარებით ცდილობენ. დესტრუქციული გეგმის გადასაფარად ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან კავშირს კვლავ უარყოფს. თავად ჩეხი ინსტრუქტორი კი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პოზიციას არ მალავს. რადიკალურ ოპოზიციას მხარს უჭერს სოციალურ ქსელში მათთან გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით თანახმად იგორ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას 10-ზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. მე პირადად არანაირ შეხვედრას არ დავსწრები ვარ. არც მსმენია ასეთი შეხვედრის შესახებ, სადაც ვინმე ბლაჟევიჩი რაღაც ტრენინგებს ატარებდა. ის რაც ადრე კეთდებოდა ამერიკის წინა ადმინისტრაციის დაფინანსებით, მათ შორის საქართველოში, აკერმანის და სხვა მსგავსი ინსტრუქტორების მონაწილეობით, უკვე რამდენიმე ხანია, რაც ამგვარი მავნე პრაქტიკა, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ სულად შეაჩერა, გადასული არის ევროკავშირში და სამწუხაროდ ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის და ეს არის ამის ნათელი მაგალითი, რომ ჩეხეთის ტერიტორია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს არეულობის ინსპირაცია, ეს ორგანიზაცია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, სპეციფიურად უყურებს კავკასიის რეგიონს. იგორ ბლაჟევიჩები და აკერმანები, დამუშავებული ინსტრუქციები, გაწერილი სახელმძღვანელოები, დემოკრატიის სახელით მოსაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სწორედ ის კარგად დამუშავებული სქემა, რომელსაც არაფორმალური ძალები იყენებენ უცხო ქვეყნებში საკუთარი გავლენის, რევოლუციების და არეულობების მოსაწყობად. ეს არის ასევე ის სცენარი, რომელ გზაზეც ოპოზიცია არაერთხელ მდგარა, სადაც არაერთხელ მარცხი განუცდიათ და ვფიქრობ, რომ ახლაც მარტივი განსაჭრეტია, რომ მარცხისთვის განწირული გზა არის. მორიგჯერზე მათ დაიქირავეს გაურკვეველი ვიღაცა ჩეხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიღაც ბლაჟევიჩი, რომელიც აი ამ ტვინ გაწყალებულ რადიკალებს ატრენინგებს, რომ ესე იგი როგორ უნდა იყოს დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვევად დაიქირავო უცხოელი ადამიანი, დააწერინო სცენარი და შემდეგ აი ამ სცენარით მოახდინო შენი ქვეყნის უსკურში გადაჩეხვა. საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდინოს საგაზაფხულო სხდომას მასპინძლობს. სხდომის ფარგლებში განიხილეს ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. ასევე იმსჯელეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33 გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე, რომლებიც 2026 წლის 17-21 ივნის ჰელსინკიში გაიმართება. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარს ნეობრივ ორიენტირად გვევლინება. საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის. ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია. დღეს გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა გლობალურ პროცესებში ჩართულობის პარალელურად, როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი, როგორ ვაწარმოოთ დიალოგი ისე, რომ არ დავკარგოთ ფუნდამენტური ღირებულებები. ის მოგვიწოდებს მშვიდობისკენ, კონფლიქტების დროს, ურთიერთპატივისცემისკენ, უთანხმოების პირობებში და თანამშრომლობისკენ კონკურენტულ სამყაროში. დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც განისვენა ჩვენმა უწმიდესმა პატრიარქმა, რომელმაც 9 საუკუნის განმავლობაში მართა ეკლესია. ადამიანი, რომელიც ჩვენს ერს უკიდურესი განსაცდელის ჟამს მოულინა უფალმა, რათა აეღორძინებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, სუდარა მოეხსნა ქრისტეს წმინდა ეკლესიისთვის
და რწმენაში გაერთიანებინა ერი. მართლმადიდებლობა არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც კულტურულ, ისე სულიერ მემკვიდრეობაში და დაეხმარა თქვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. თითოეულ აქ-დამსწრე ქვეყანას სახელმწიფო რელიგია დაქვს მართლმადიდებლობა. თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს ბალანსი ტრადიციასა და პროგრესს შორის, ისევე როგორც თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს უნდა გაუმკლავდეთ. დღეს, როდესაც ასამბლეა ახალ ეტაპზე გადადის, ჩვენ ქართველები ხედავთ, რომ როგორც შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ გაისმას, აგრეთვე საქართველოს ყოველთვის მზად ყოფნას გამოხატავს, რომ იყოს ხიდი ამ დიალოგში დასავლეთსა და აღმოსავლეთსა და ყველა მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის უზბეკ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პარტნიორობის გაფართოებას და გამტკიცებას. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება დანაშაულის პრევენციის გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებში. შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ უზბეკ კოლეგას კულტფილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართეს საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ მათ გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საინვესტიციო შესაძლებლობები. საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკურად არსებული დაძაბული მდგომარეობისა გლობალურად, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი ინარჩუნდება ძალიან მაღალ დონეზე. ინვესტორებმა დაადასტურეს მზაობა და სურვილი გააგრძელონ ინვესტირება საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება სიახლეები, გვექნება ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. მიმდინარე წლის გაზაფხული რუსთავში ეკოლოგიური აქტივობებით განსაკუთრებით დატვირთულია. ქალაქში დაგეგმილი მწვანე პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური ჭალის ტყეების აღდგენის პროექტი დღეიდან აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტის პირველ ეტაპზე უკვე დაირგო 10,000 ძირი ენდემური ხემცენარე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით. გამწვანების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩაერთო მოსახლეობაც. აღნიშნული ეკოპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით და გარემოს დაცვის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. დღეს თითოეულ რუსთაველს გვაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ჭალის ტყის ისტორია, აღვადგინოთ მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩვენი ქალაქის, რომელიც ქალაქის ფილტვებია. 200-მდე ახალგაზრდა დღევანდელ გამწვანების აქციაში ჩართული. ჯამში გეგმავთ, რომ მხოლოდ სკოლებიდან 1000-მდე ახალგაზრდა მიიღოს მონაწილეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში. აქტიურ ფაზაში შევიდა ჭალის ტყის განაშენიანების მასშტაბური პროექტი, რომელიც ტყის აღდგენას 320 ჰექტარზე ითვალისწინებს. საცხარულოა, რომ ამ პროექტში აქტიურად არიან ჩართული მოხალისე ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში. დავრგე ხე ჩემს მეგობრებთან ერთად, ასევე გავიცანი ბევრი სხვა მეგობარი და ძალიან სახალისო პროცესი იყო, ვინაიდან ამდენი ახალგაზრდა ერთად შევიკრიბეთ და მოუწოდებთ ჩემს თანატოლებს, რომ მიიღონ მსგავს პროცესებში მონაწილეობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პასკის ფესტივალი იმართება. ღონისძიებას სოფელი გიორგეთი მასპინძლობს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება აქვს დააგემოვნონ ტრადიციული კერძები, პასკის ნაირსახეობები და ადგილობრივი ნაწარმოების ღვინო. ცალკე სივრცე ეთმობა პატარებსაც, სადაც მოწყობილია სხვადასხვა ატრაქციონები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ნორჩი მხატვრობის ნამუშევრების გამოფენა და მასტერ-კლასები.
რამდენიმე წელია ლაგოდეხში ძალიან კარგი ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი პასკის ფესტივალს, რაც ნიშნავს იმას, რომ ლაგოდეხი არის მრავალფეროვანი ეთნოსით წარმოდგენილი, შესაბამისად, ერთ სივრცეში საშუალება აქვს აქაურ მაცხოვრებლებს და ლაგოდეხის სტუმრებს დააგემოვნონ მრავალფეროვანი კულინარიული ნაწარმი, ასევე ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები. ფესტივალის მთავარი მიზანი არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის შენარჩუნება, ამ ტრადიციების პოპულარიზება. ლაგოდეხური პასკა არის სააღდომო სუფრის განუყოფელი ნაწილი და ატრიბუტი. შესაბამისად, დღეს აქ მოსულ სტუმრებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორებს, ტურისტებს, შესაძლებლობა აქვს ეზიარონ ლაგოდეხური პასკის მომზადების საიდუმლოს დააგემოვნონ. ჩვენ ყოველწლიურად წარმოვადგენთ ესეთ გიგანტურ პასკას, რომლის დაგემოვნებაც შესაძლებელი იქნება ღონისძიების ბოლოს და დააგემოვნებს ყველა მოწვეული სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, მადლობა მინდა გადაუხადო ლაგოდეხის მერ ბატონ ჯონდოს ესეთი ულამაზესი დღისთვის, რომ დაარსა პასკების ფესტივალის დღე. ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მესამე საშეჯიბრო დღეს 5 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ, რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მერვედ ფინალში გადაინაცვლა. 70 კილოგრამ წონის კატეგორიაში ნინო გულბანმა გერმანელ მეტოქეს იპონით ისლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამავე წონაში გამოდის მარიამ ჭანტურიაც. მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ტატო გრიგალაშვილი და ორგზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური. ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 2 დღის შემდეგ 3 მედალია ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ვერცხლი გიორგის არდალაშვილმა მოიპოვეს. დღის მთავარ სიახლეებს უფრო ვრცლად შევაჯამებთ მთავარ გამოშვებაში საღამოს 19 საათზე დროებით.